დღეს თბილისის დრო ძირითადად იმ მოვლენებზე გიამბობთ, რომელიც ამ კვირის მანძილზე მერიის შენობაში განვითარდა. მერიას ასეთი აურძაური თითქმის არც კი ახსოვს. ბევრი იმასაც ჩიშობდა, რომ 10 წლის წინ განვითარებული მოვლენები არ გამეორებულიყო. საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. დედაქალაქში საკმაოდ სკანდალურად დაწყებულმა საარჩევნო კამპანიისთვის მოწყობილმა ქუჩის აქციებმა 6 თვიანი პაუზის შემდეგ მერიის შენობასთან გადაინაცვლა. გაურკვეველია, რატომ აიღეს არჩეულმა საკრებულოს წევრებმა მერია შტურმით და რატომ არ უშვებდნენ შენობაში მერიის რიგით თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს. ხმაურით მოსული საკრებულო სამუშაო სხდომებსაც ასეთივე ხმაურით განაგრძობს. ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც ლამის პარლამენტის 3 მანდატი ეწირება. ორშაბათს საკრებულოს პირველი შეკრება მერიის ფოიეში იწყება, სადაც საკრებულოს პირველი თავმჯდომარის ლადო კახაძის დაფა იხსნება. ეს მოვლენა მერიაში ტრადიციად დამკვიდრდება. საკრებულოს პირველ თავმჯდომარეს მერიაში განვითარებული მოვლენების ანალიზისთვის მის ახალ სამუშაო ადგილზე ვეწვიეთ. თუმცა თბილისელები ბატონ ლადოს ამ ამპლუაში უფრო დიდი ხანია იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ლადოს პაციენტები ბევრი ყავდა, რამდენიმე წუთი მან მაინც დაგვითმო. ბატონმა ლადომ ინტერვიუ თვითმმართველობის განმარტებით დაიწყო. თვითმმართველობა ეს არის შემადგენელი ნაწილი, კონსტრუქცია ქვეყნის მმართველობის. და გარდა ამისა, აქვს კიდევ ერთი შეზღუდვა. თვითმმართველობის ორგანოს გამოცემული აქტი ნებისმიერი არის კანონქვემდებარე. ანუ გამომდინარე იმ კანონიდან, რასაც ღებულობს პარლამენტი. მიცი რამდენი პირობის მიცემა შემიძლია? მე თქვენ მეხუთე კლასის მოსწავლე შეუძლია დღეს აი იყო ასეთი თავები, რომ მე რომ პრეზიდენტი ვიყო. ანუ მე რომ პატარა ბავშვი შეკითხებოდა. იცი რა დაერაბეს ამბობენ ისინი? ისეთი უშუალონი არიან, ისეთი საღი, ისეთი ხალასები. მოდი აბა ისინი გავაკეთოთ. ეს იმიტომ კი არა, რომ ცუდი პირობებია მიცემული. ან და ნაფიქრი არ არის ამ პირობებზე. როგორ გეგადრებათ? ძალიან კარგადაც ნაფიქრია და თავისებურად დათვლილიც აქვს და მე დარწმუნებული ვარ, იქ ბევრი კარგი ჭკვიანი ეკონომისტის, რომელსაც ეს ყველაფერი სკრუპულოზულად აქვს დათვლილი. მაგრამ წყალში ჩაიღრება ეს ყველაფერი, თუ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას საკანონმდებლო დონეზე არ იქნება ამ უფლებამოსილებათა გამიჯვა. როგორ გეგადრებათ? მე არ მინდა ეხლა ის წინასწარმეტყველის როლი შევასრულო, თუმცა პროგნოზირება არ მეყვარს, მაგრამ უარესობა შეიძლება გამოიწვიოს ზოგჯერ ადგილობრივმა ინიციატივამ. მე მომყავს მაგალითი ლადო კახაძეს, როგორც მაშინდელ საკრებულოს თავმჯდომარეს, მაშინდელ მერთან ერთად და მინდა ეს მოსახლე მიწოდეს. 1999 წლის მარტის ბოლოს დიდი სიხარულით და დიდი სიამაყით ვამცნეთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ჩვენ დაზარალებულთა პრობლემა მშენებლობის კუთხით, ანუ 293 ოჯახს ბინები ბოლომდე დაუმთავრეთ. ანუ ის დამატებითი ღირებულების განასახადის 15%, რომელიც ამისათვის უნდა ყოფილიყო მობილიზებული, ჩვენ ზუსტად მისდობრივად გამოვიყენეთ და 2000 წლის გაზაფხულზე, 2000 წლის ბოლომდე იყო ეს ნორმატივი. 2000 წლის გაზაფხულზე ჩვენ პიონერები ვით შეგვეშალა, არ უნდა გაგვეკეთებინათ, მაშინ ალბათ გამოსtildeება არ გვეყო. და ჩავაბარეთ პატაკი. რა იცით, აკაი რამე ვქენით. ვიღაცას არ მოეწონა და თქვენს არ იქა ბიჭო, ნახე რა ებსაკეთებენ. ამათ რომ ჩვენ კიდე რაღაცა დავეხმაროთ, ესენი გაგვასწრებენ პრობლემების მოგვარებაში. აპრილში ერთ წუთში დამატებითი ღირებულების განასახადით 7.9 მილიონი მოგვაჭრეს. გესმით რა ხდება? ეხლა რადგან კარგმა ინიციატივამ საპირისპირო შედეგი გამოიწვია.
როგორც ბატონი ლადო ამბობს, თუ შენს დასმულ საკითხს პარლამენტში კარგი გაგებით ლობისტი არ ყავს და ოპერატიულად მას ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ მოიყვან, ნებისმიერი პირობა პირობადვე დარჩება. თუმცა საკრებულოს წევრებს პირველივე სამუშაო სხდომაზე პორტფელების საკითხი უფრო აღელვებდათ, ვიდრე წინა საარჩევნოდ მიცემული პირობები. საკრებულოს პირველსავე სხდომაზე კენჭი ეყარა ქალაქის მთავრობის გადაყენების საკითხს. გადამდგარ საქალაქო სამსახურის უფროსებს ისინი ტაშით აცილებდნენ. მოგვიანებით სხდომაზე ჩოჩქოლი ტყდება, რასაც დარბაზის კიბე ეწირება. Θέλω να χαλκαζόμαστε, ξέρω μη τσόλεμ, για να μην τα μεδία. Άντλα δεν ξέρω, απλά ούτε λίγο κόμμα τα καλά, μη στόλα τα. Έλα με τα ούλια, τα κόμpas. Ξέρω μη τσόλεμ, τα χαλκαζόμαστε, μεριά, πόδι αντά, χάλα ούτε κόμpas έτω, σάνταρι, χάλα ούτε, μεντάλι. Σάκα του los παιδί κουάλτε είμαστε. Σάκα είμαστε, χάλα ούτε κόμpas. საკრებულო ფარული კენჭისყრით დედაქალაქის მერის გადაყენების საკითხს აცვამს. მოგვიანებით დედაქალაქის მერი ამ საკითხზე თავის კომენტარს აკეთებს. თქვენ იცით, რომ რა თქმა უნდა, საკრებულოს აქვს უფლება დასვას საკითხი პრეზიდენტის წინაშე მერის გადადგომის თავებაზე. იქ თვალასწინ წერია კანონი დედაქალაქის შესახებ, ყველა საკითხული აქვს, უიცებს, ვისაც არ აქვს საკითხული, წაიკითხონ მაინც, როდესაც ხელს წევენ, რაზე წევენ ის მაინც იცოდნენ, რომ თუ ქალაქის მერი კონსტიტუციას აღღვევს, თუ ქალაქის მერი ერის მოღალატეა და თუ ქალაქის მერი სისხლის სამართლის სასჯელით იჯება. გამოვიდეს რომელიმე და თქვას, რომელი დავარღვევე მე. ამიტომ ჩვენ დღეს სარჩელს შევიტანთ აი ამ უკანონო გადაწყვეტილების წინაშე. მე არ ვაპირებ დათმობას. ჩემი პოზიციები დედაქალაქის და ქვეყნის მოსახლეობისათვის ნათელია და ბოლომდე ვიბრძოლებ კანონის ფარგლებში. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ საინტერესო მაგალითით აფასებს. როდესაც ჟოკეის ცდიან, მას თავის გახედნილ ცხენზე არ სვამენ. სწორედ სხვისი ცხენის საშენოთ მორგებაა უფრო რთული. შენ ხედარმა უნდა მარტო ეს ცხენი და გადაახტუნო, შენ ხარ მართველი ამის. ამიტომ კაცი გამოდი ხარ, კანონმდებელი, აღმასრულებელი კი არ უნდა გაუშვი. საკრებულოს გადაწყვეტილებას მეორე დღესვე უპირისპირდება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. სწორედ იმ ფორმით, რა ფორმითაც საკრებულო პირველ დღეს მერიის შენობაში შედის. მერიის წინ საპროტესტო აქციას მრავალშვილიანი დედების დიდი ნაწილი ესწრება, რომელთაც მერიის გარდა არც არავინ ეხმარება. პარლამენტს კანონი მრავალშვილიანთა შეღავათების შესახებ ჯერ არ მიუღია. აქციაზე ინტელიგენციის წარმომადგენლებიც ჩნდებიან. ისინი კანონის დაცვას მოითხოვენ ქალაქის საკანონმდებლო ორგანოსგან. ჩვენ ხარს უჭერთ ბატონ გამოზრდელოს, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი აქვს გადაყენილი ქართული ერისათვის. ცოტათი ძიმე ასოციაციებს იწვევს დღევანდელი სიტუაცია, თუნდაც ამ 10-15 წლის წინანდელ ასოციაციებს და მე მინდა წინადადებით მიმართო საკრებულოს, თხოვნით მიმართო საკრებულოს, გაკეთდეს ყველაფერი, რათა დინჯად, ხნარად, კანონების შესაბამისად იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნებისმიერი მოქმედება. არ არის კანონი მოხსნის, არჩევის ამ მერის სწორად დავაყენოთ მართლა და ვის აირჩევენ, ნათელაშვილს ავირჩევთ თუ სოდელავას ნახო რა, დააყენოთ მაშინ. ვის ავირჩევთ და თუ ესე დაანებოთ თავი აცალო რამკაც რაღაცებს აკეთებს არა, რაც შეუძლია, როგორც შეუძლია აკეთებს. მე ვერ რამეში შეიძლება ვინმეს არ მეტახმოვდი, მაგრამ ესე რომ ეხლა ვანოზოდელავა ამათი დასაჭერლი ნაღდათ არა. ხმაური გარედან მერიის შიგნით სხდომათა დარბაზშიც გადადის. კულტურის მოღვაწეები საკრებულოს წევრებს კანონიერებისკენ მოუწოდებენ. მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარე გარეთ მერიის წინ შეკრებილ მომიტინგეებთან გადის. მეორე დღესვე დედაქალაქის მერი განვითარებულ მოვლენებზე თავის კომენტარს აკეთებს. მე ვიყავი პიროვნება, რომელიც სვავდი საკითხს, რომ დედაქალაქის მერი ყოფილიყო არჩეული და ნებისმიერ წევრს, ნებისმიერ პარტიის ლიდერს თხოვდი მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და თუ გაიმარჯვებდა, მე პირველი მიულოცავდი. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა დაისვას საკითხი CSKO-ს გადადგომის თაობაზე, ეს არის კორუმპირებული ორგანო, თავიდან ბოლომდე, რომელმაც უსამართლოდ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მთელ ქვეყანაში არჩევნები ჩაატარა ისე, როგორც ამ უნდა ჩაეტარებინა. მე იმასაც ვსვავდი იმ საკითხს, რომ მაჟორიტარული წესით უნდა ყოფილიყო, როგორც მთელ ქვეყანაშია საკრებულოს წევრების არჩევა. პარტიის ბევრმა ლიდერმა მოატყულა სამწუხარო დედაქალაქის მოსახლეობა, პირველად წინა პლანზე პირველ ნომრებად
თავიანთი გვარები წარმოაჩინეს, ყველამ დაწერა განცხადებები და გავიდნენ. და ვინ დარჩა? თავისი კარის მეზობელი არ იცნობს, ვინც დარჩა, ის საკრებულოში არის თუ სად არის. ერთი 90% ისეთ ხალხი მოვიდა საკრებულოში. მაგრამ მე ყველას მოუწოდებ, რა თქმა უნდა, სიდინჯისაკენ, დარბაისლობისაკენ, ურთიერთპატივისცემისაკენ და ლოგიკურად თავრობასთან, მერთან და დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად მუშაობისაკენ. საბოლოოდ მოვლენები ასე განვითარდა. ქვეყნის პრეზიდენტმა საკრებულოს მოთხოვნის მიუხედავად დედაქალაქის მერის პოსტზე ივანე ზოდელავა დატოვა. საქართველოში პიროვნებები აღარ აქვს თუ დააგვირდა. პიროვნება როგორც ასეთი არის, რაღაც მასა. და პიროვნება რომ გამოჩნდე, დამკვიდრებისას საჭირო გახდა მხოლოდ გინება. კონსტრუქცია, ლოგიკა, აზრი, დაბეჯითება, ანუ ლოგოსით მოგება. ეს არ არის. მე ხშირად მითხრობს, კაცს რომელსაც ემით ვერ გააგებიებ, იმას სილას რო შემოარტყა ვერ გაიგებს და თქვენ რო ეს რო მოკლა რა მკვდარი გაიგებს. როგორც ბატონი ლადო ამბობს, მისმა პიროვნებამ პოლიტიკურ წნეხს ვერ გაუძლო და გაეცალა. თუმცა არ დანებდა. მის გვარს ეს არ ჩვევია. ექიმობა რთულია პოლიტიკას. გაცილებით რთულია. იმიტომ რომ პოლიტიკა მასებთან ურთიერთობაა და ჩვენ ესე ვთვლით, რომ აი მასა. მე ვიძახი ინდივიდი, პიროვნება. როცა ეძახიან პენსიონერს მივხედოთ, პენსიონერებს. მე ავიძახი პენსიონერს მივხედოთ. როდესაც პოლიტიკოსი აქამდე ჩამოვა, აქამდე აი ამ დონეზე რომ მივა, ის მიხვდება რა ჩემი სიტყვების სამართლობას, ჩემი სიტყვების სიმართლეს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც დათქვამ სიტყვას ამართლებენ ქმედებით, ეს ცუდია. ქმედებიდან რეზიმირებული სიტყვა რო წამოვა, უფრო სარგებლის მომტანია. გამოვიდა და რაღაც ლოზუნგი გავისწრო ლენინის არ იყოს და მე მთელი ჩემი ცხოვრება ხალხი და 60 მილიონი და 80 მილიონი ადამიანი შევწირო ფიზიკურად ინდივიდი პიროვნება ამ ჩემი ნაბოდვარის გამართლებას ეს მკრეხელობად მიმაჩნია. მაშინ როდესაც კონსტრუქციულად შეიძლება შემოვიდე და ადამიანებს ჩემი მათთან ურთიერთობის სატკივარი და მათი სატკივარი გასაგზე განებული შევთავაზოთ ჩემი ხედვა და დაველოდო მათ პასუხს და მე ერთად გადავწყვიტოთ აი თვითმმართველობის ფორმა ეს არის. გისმენთ თბილისის ჩვენი გადაცემა ხშირად აშუქებს ქალაქში მიმდინარე გამწვანებით სამუშაოებს, რომელსაც ქალაქის მერიის გარემოს დაცვის კომიტეტი აწარმოებს. ბოლო ორი თვის სამუშაოები დიდ დიღომში ჩატარდება, სადაც უკვე დაერგა 1000-მდე ხე დეკორატიული და ქარსაფარი დანიშნულებისათვის. აქ რა თქმა უნდა პირველ რიგში ესე იგი დავიწყეთ იმ ბაღების აღდგენა, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში იყო დაგეგმილი, მაგრამ არ განხორციელდა იქ გამწვანება და მე სხვადასხვა მიზეზების გამო თქვათ ეს გაპარტახდა. ხოლო შემდეგ ასევე ვაგრძელებთ იმ თემას, რომ აუცილებლად აქ არის გასაკეთებელი ქარსაფარი ზოლები, რათა ეს ტერიტორია, როგორც ვიცით ჩვენ და მაცხოვრებლებმა, არის ყველაზე მეტად ქარიანი და წელიწადის ყველა დროს თითქმის აქ ქარი ქრის და ამიტომაც ჩვენ ისე ვაკეთებთ და ისე გამწვანებით სამუშაოებს ისე ვაკეთებთ, რომ ქარმა არ დააზიანოს ხენარგაობა და ამ ხეებს, როგორც თქვენ ხედავთ, კიდეც ესე იგი ვაბავთ რომ არ იქნეს დაზიანებული ქარის დროს. დიდი დიღმის პირველი მიკრორაიონი ფაქტიურად ათვისებულია. როგორც ხედავთ, ახალდარგული ხეები სათანადოდ არის დაბმული, მაგრამ საშიშროება იმისა, რომ პალოები მოსახლეობის გასათბობად და თოკები კი სარესხის გასაფენად გამოდგება ძალიან დიდია. ბატონი ზურაბი ხუმრობს, რომ თანხები რომ გქონდეს თითოეულ ხეს სიგნალიზაციას დაუყენებდითო. ყველაზე გულსატკენია, იცით, პარადოქსია, მაგრამ აი ამ ხელა კორპუსი ახლა იქ რამდენი სართულიანი, მე მგონი 10 სართულიანი სახლია და მხოლოდ 2 თუ 3 ადამიანი ჩამოვიდა, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ ტერიტორიის გამწვანებისთვის და მე მინდა ვთხოვო, მარტო ამ მოსახლეობას კი არა, ვთქვათ, იგივე მთელი დიღმის მოსახლეობას და საერთოდ დიდი დიღმის გარდა კიდევ ქალაქის მოსახლეობას, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი გულისხმიერება გამოვიჩინოთ ჩვენ მიერ დარგული ხე-ნარგაობისთვის. ამჟამად დიდ დიღომში ირგვება წიწვოვანები, მომავალში ფოთლოვანი მცენარეებიც დაირგვება. მოსახლეობის პოზიცია ძირითადად ინდიფერენტულია, მაგრამ არიან მოხალისეებიც. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბი ადამიანს ვთხოვეთ ნერგები. და აღმოგვიჩინეს დახმარება, დღეს გვაქვს საერთოდ შაბათობა, უკვე ორმოები ამოღებული არის, გველოდებიან, აგერ არის ნერგები და რაც დარჩენილი ადგილია, ის უნდა საერთოდ შევამსოთ.
გასულ კვირას რუსთაველის პროსპექტზე გადაბელვითი სამუშაოები დაიწყო. ხეების გადაბელვა შემოდგომა გაზაფხულობით ხდება, რადგან უნზომოდ ხენარგაობების გაზრდა ნამდვილად არ შეიძლება. ამ ხეებს ფესვთა სისტემა სუსტი აქვს და ყოველი ძლიერი ქარის დროს სიმძიმის გამო მათი წაქცევის რისკი საკმაოდ დიდია. ეკოლოგიური თვალსაზრისითაც აუცილებელია ეს, რადგანაც აღმაშენებელი რუსთაველი, წერეთლის გამზირები, სადაც დიდი რაოდენობით მოძრაობს მანქანები, ეს არის დიდი რაოდენობით მანქანები გამოყოფენ დიდი რაოდენობით გაზს და აქ შედარებით განიავება, როცა ფოთლით დაფარული ვარჯი არის ხის, არის საკმაოდ რთული. ამიტომაც ამ განიავების და ვენტილაციის თვალსაზრისითაც ეს ეკოლოგიურად ყველანაირად გამართლებულია და აუცილებელია. გადაბელილი ხეების პლუსი იმაშიც არის, რომ ისინი არ უშლიან გარეგანათების ბოძებს, შუქის განაწილებას ქალაქის ქუჩებში, არ ეფარებიან შენობებს. საკუთარ ეზოებს რაც შეეხება გამგეობებს გამოყოფილი აქვთ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი თანხები გამგეობებს და შეიძლება მათ მიმართონ გამგეობებს. ჩვენ რა თქმა უნდა ამას შევისწავლით და უბრალოდ ვნახავთ რამდენად შესაძლებელია იქ ხის მოჭრა, გადაბელვა, თქვა თუ სხვა ღონისძიების გატარება. რა თქმა უნდა ნებართვა ამასთან დაკავშირებით ჩვენგან უნდა იყო, რადგანაც ჩვენ დასკვნის საფუძველზე და შემდეგ გამგეობა ამ ღონისძიებას ჩაატარებს. ბორს გონია რომ გადაბელვის მაგივრად ხეებს ჭრიან და ამახინჯებენ. ეს ასე არ არის. ხენარგაობებს განახლება სჭირდება. მაგალითისათვის შარშან გაზაფხულზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ეს ხეები გადაბელეს. დღეს თქვენ საკუთარი თვალით ხედავთ, როგორ კულტურულად გამოიყურება ეს სიმწვანე. გასულ კვირას ქალაქის მერი გლდანი ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. სწორედ ამ მოსახლეობამ გასულ წელს ქალაქის მერს თხოვნით მიმართა, რომ აღდგენილიყო დანგრეული ჩოდრიშვილის ქუჩა. წელს თბილისობის დღესასწაულზე ეს ქუჩა განახლებული სახით ექსპლუატაციაში შევიდა. შეხვედრაზე ბევრი სამადლობელო სიტყვა ითქვა, მაგრამ ქალაქის მერმა ძირითადი ყურადღება მაინც იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომელიც მოსახლეობისთვის დღესდღეობით უფრო მეტად აქტუალურია. ჩემი პატარა ქუჩის პრობლემა, რომელიც აი ამ დიდი ჩოდრიშვილის ქუჩის შეკეთებასთან დაკავშირებით დაზიანდა ძალიან ჩვენი ქუჩა, რადგან არ იყო გათვლილი სატვირთო მანქანებისათვის, პატარა ქუჩა იყო და ეხლა თუ ამ დიდ საქმესთან ერთად ამ ჩვენ პატარა 200 მეტრიან ქუჩასაც შეგვიკეთებენ, კიდევ უფრო უღრმესად დიდი მადლობლები დავრჩებით. თანხები თუ შემოგვივიდა, ბევრი თანხები, არა, მაშინ უფრო სწრაფად გავაკეთებთ აი პატარა ქუჩებს, რომელზედაც თქვენი საუბრით, არა. მე ეხლა რო გითხრათ, რომ და დაგვირდეთ, რომ დღესვე ამ აი 100 მეტრი, 200 მეტრა ქუჩებიო გავაკეთოთ, არა. მე ვფიქრობ, რომ გაიცათ, ჩვენ ველოდებით დიდ თანხებს სოფლიო ბანკიდან, სადღაც $15 მილიონ. ეს $15 მილიონ თუ შემოვიდა წესით, არა, მაშინ რა თქმა უნდა გზებს მართლა ძალიან დიდი პროცენტი გზებისა გაკეთება. ჯერა რომ გაკეთდება, გადაწყდება ის პრობლემა, რომელიც დავსვე. ზუსტად ერთი კვირის წინ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მოეწყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გამოფენა ანგარიში. თუ სადრა გაკეთდა 1998 წლის სექტემბრიდან დღემდე. ეს გახლავთ ბოლო 4-5 წლის პერიოდში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში პრეზენტაცია. ესე გაწეული სამუშაო და ზოგიერთი სიახლის პრეზენტაცია, რომელიც ამ ბოლო პერიოდში მივაღწიეთ სოფლიო ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად. ეს ეხება ფონდის მუშაობის გაგრძელებას, კიდევ ერთი წლით რამდენიმე ახალი ქუჩის დაფინანსებას ძველ თბილისში და ამ საქმიანობის განხორციელებას 2003 წლიდან, მაგრამ ამ სიახლესთან ერთად მაინც მთავარი დღევანდელი შეკრების მთავარი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ფართო საზოგადოებას გაეცნო ამ 4-5 წლის განმავლობაში ფონდმა რა გააკეთა და რა შედეგებზე გავედით. გარდამავალი პერიოდის სიძნელეები მტკივნეულად აისახა ჩვენი ქვეყნის მთელ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კი სოციალურსა და კულტურულ სფეროებზე. მდგომარეობის გამოსასწორებლად საქართველოს მთავრობამ 96 წელს დახმარებისათვის მიმართა მსოფლიო ბანკს. ამგვარად ჩამოყალიბდა კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივა. პირველი ობიექტი, რომელზედაც რეალურად გამოყო თანხა ჰოლანდიურმა სატრასტო ფონდმა ვარძიისთვის, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ჩამოქცეული სართულების აღდგენა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადარჩა შეკეთდა შუა საუკუნეების რამდენიმე პირველხარისხოვანი ეკლესია, თქვათ, ისეთი როგორც არის ურბნისი მოქალაქეებში, თქვათ, ჩატარდა დიდი მშენებლობები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, მოგეხსენება, ცალკე დიდი პროექტი იყო თბილისში, რაც გაკეთდა. თბილის 10-ჯერ და 10-ჯერ მეტი თანხაც არ იყო ალბათ, რომ მთლიანად ყველა პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ მაინც რაც გაკეთდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მაგალითი ბოლოს იცით, რომ აი რაღაცა შეიძლება გაკეთდეს ძალიან კარგად და შეიძლება აი ამ მაგალითით მე ვიფიქროთ როგორ ეშველოს თელძროს თბილისს.
ამისთვის არ იქნება სხვა შორისნელი არცახსრების მოძიება. მე ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი ეს დიდი სამუშაო გაგრძელებული იყოს იგივე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის თაოსნობით, რომელსაც ხარ შესანიშნავი სპეციალისტები, აი სწორედ ამ თბილისის, ძველი თბილისის მწოდნენი, კარგი მწოდნენი და რომელთა დიდი გამოცდილება დააგროვეს სწორედ ამ სფეროში. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი საქართველოში ამ სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია. ის ყველაზე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. თავის დროზე ვახტანგ ბერიძემ თქვა: დღეს მთელ მსოფლიოში ამა თუ იმ ქვეყნის, ამა თუ იმ ერის თანამედროვე კულტურული დონე ფასდება და შეიცნობა იმითაც, თუ რამდენად და როგორ უვლის ეს ერი და ეს ქვეყანა თავის კულტურულ მემკვიდრეობას. ყურადღება, თუ დედაქალაქის პრობლემები თქვენი პრობლემებია. TBC-TV სტუდია გახლავთ ჩანს, რომ ელაპარაკოთ ქალაქის მერიას, გამგებლებს, საკრებულოს. დაუსვათ მათ ნებისმიერი შეკითხვა და მოითხოვოთ პასუხი TBC-TV საწარმოში თბილისის დროით. ვიცხოვროთ, ვიფიქროთ თბილისის დროით.